საქართველოს ეროვნული მუზეუმი დაარსების დღიდან ძალიან ბევრ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. დღეს სწორედ ამ უკვე განხორციელებულ და მომავალ პროექტებზე ვისაუბრებთ ჩვენ სტუმრებთან ერთად და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დარეჯან ძოწენიძე და საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი დალი გოგორიშვილი. დილამ შვიდობის რომ მოხვედით ჩვენ. პირველ რიგში დიდი მადლობა დილამ შვიდობის რა იყო. დიდი მადლობა რომ ესე ადრიანად დილით მოხვედით ჩვენთან სტუმრად. ბევრი შეკითხვა გვაქვს თქვენთან. პირველ რიგში დავიწყოთ იმ პროექტებით, რომლებიც უკვე განხორციელდა. რომელიმეს კონკრეტულად ესე თუ გამოვარჩევთ, რა სახის პროექტები ხორციელდება უფრო ხშირად და რამდენად ბევრი ადამიანია ჩართული ამ ყველაფერში. როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ 2004 წლიდან, მას შემდეგ რაც დაარსდა ეროვნული მუზეუმი იმ სახით, როგორითაც ის არსებობს დღეს, საგანმანათლებლო მიმართულება მის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოცხადდა და მას შემდეგ ეს არ შეცვლილ არასაკვირველია, პირიქით უფრო და უფრო ვითარდება. და ვცდილობთ რომ უფრო და უფრო მეტი დატვირთო შევძინოთ ამ ფუნქციას, იმიტომ რომ ისევე როგორც ყველა განვითარებულ ქვეყანაში, განსაკუთრებით დასავლეთში, სამუზეუმო განათლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ახალგაზრდების განათლების და განვითარების საქმეში და ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად ფეხი ავუწყოთ, ჯერ არა ვართ ასაკვირველია იმ დონეზე ასული, როგორც ეს ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში ხდება, მაგრამ ვფიქრობ რომ საკმაოდ წარმატებული საქმიანობა გვაქვს უკვე და რაღაცა მივიწევთ წინ, ესე ვთქვათ. როგორც მოგეხსენება დღეს ეროვნული მუზეუმი შედგება ქვეყნის წამყვანი მუზეუმებისგან, არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ძირითადად ამ ეტაპზე უფრო ჩართულები არიან თბილისის მუზეუმები ამ საგანმანათლებლო აქტივობებში, თუმცა ვცდილობთ რეგიონების მაქსიმალურად ჩართვასაც. და თბილისში 5 წამყვანი მუზეუმი მაქსიმალურად არის ჩართული ამ საგანმანათლებლო აქტივობებში. ეს არის ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმი, რუსთაველზე მოგეხსენებათ, ეს გახლავთ ხელოვნების მუზეუმი. თავისუფლების მოედანზე, იმიტომ რომ ხალხი ხშირად ერევა ხოლმე სხვათა შორის რომელ მუზეუმზეა საუბარი, სამწუხაროდ ისიც არ იციან ზუსტად სად რომელი მუზეუმი მდებარეობს. ეს გახლავთ თბილისის ისტორიის მუზეუმი, ანუ ქარვასლა, ეროვნული გალერეა და ასევე ეთნოგრაფიული მუზეუმი კუსტრის ასახვევში. აი ხუთივე ეს მუზეუმი ძალიან აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო მიმართულებით. ჩვენი საგანმანათლებლო მიმართულება ფარავს არა მხოლოდ ბავშვებს და მოზარდებს, არამედ დასრულებსაც, მაგრამ ძირითადი სეგმენტი ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, მაინც მუზეუმისთვის ეს არის ახალგაზრდობა, განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეები. სწორედ ჩვენი ძირითადი სეგმენტიც არის სწორედ ბავშვები. ძალიან მრავალფეროვანი გასართობ შემეცნებითი პროგრამები გვაქვს მათთვის შედგენილი. და ფაქტიურად 6 წლიდან და უფრო ახალგაზრდები პატარებისთვისაც კი და დამთავრებული თქვა 18-19 წლამდე ყველა ასაკის გათვალისწინებით გვაქვს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამა. სხვადასხვა თემატიკაზე, იმიტომ რომ ჩვენი პროგრამები ჩვეულებრივ დგება და ფუძნდება იმ კოლექციებზე, რომელიც მდებარეობს ამა თუ იმ მუზეუმში და ამ მუზეუმის სპეციფიკიდან და პროფილიდან გამომდინარე უკვე ხდება აი ამ პროექტის შედგენაც. აი ქალბატონი დალი არაერთი პროექტის ავტორია. მაგალითად, საუფლო დღესასწაულები, სამკაულის ხელოვნება, სრული ჩამონათვალი არ გვაქვს ალბათ სავარაუდოდ. აი თქვენ პროექტებზეც რომ მოგვიყვეთ, ეს რა საკობრივი კატეგორიისთვის არის გათვლილი ეს პროექტები და მაგალითისთვის ერთი რომელიმე კონკრეტული უკვე განხორციელებულიც რო განვიხილოთ. კარგით. საერთოდ როგორ არის, იცით, აი ეს პროგრამები რომელიც მუდმივ პროგრამებში ითვლება, აი 3 თვეზე არის გათვლილი. 3 თვის მერე თუ რაიმე ახალი დაემატება კიდევ და პროგრამა არის ასეთი, რომელიც რიგდება სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში. აი ამჯერად ეს მუდმივი პროგრამა არის 4. საერთოდ ხელოვნების მუზეუმში ძირითადი ექსპოზიცია ეს არის საგანძური ოქროს ფონდი და აი ამ ოქროს ფონდიდან გამომდინარე დგება ზუსტად აი ეს პროგრამები. აღსანიშნავია, რომ გათვლილი არის ძირითადად სკოლის მოსწავლეებზე, თუმცა სტუდენტებიც მონაწილეობენ ამაში და მინდა აღვნიშნო, რომ თვითონ აი ეს ანიმატორები, ვინც ატარებენ აი ამ პროგრამებს, ძალიან გამოცდილი გიდი პედაგოგები არიან. და ისინი შეიძლება ითქვას, რომ არა მარტო ანიმატორი, არამედ კარგი ფსიქოლოგებიც არიან. თითოეულ ჯგუფზე ხვდებიან, რა ინფორმაცია უნდა მიაწოდონ, როგორ უნდა მიაწოდონ და როგორ უნდა დაინტერესონ. ბავშვების შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიხვდეთ. აუცილებლად. საინტერესო რეგიონებიდან თუ არის ჩართულობა? კი, რასაკვირველია, აი მაგალითად ეხლა 2 დღის წინ გორიდან იყვნენ ჩამოსულები და ძალიან კმაყოფილები წავიდნენ და საერთოდ
სხვადასხვა რეგიონებიდან რომ მოდიან, უკვე ითხოვენ, არა მარტო დაუშვათ დათვალიერებას ჩვეულებრივად ექსპოზიციის, არამედ მონაწილეობას ამ პროგრამაში. ერთ-ერთი ძალიან შეიძლება ითქვას წარმატებული პროექტი აღმოჩნდა სამკაულის ხელოვნება და ეს იმ 4 მუდმივი დიახ, ეს 4 მუდმივი და ამ მუდმივს იმიტომ ვასახელებ, რომ არის დროებითი პროგრამებიც, აი მაგალითად ხო, შეიძლება ერთხელ ჩატარდეს, ახლა საშობაოს ვაკეთებთ, რომელიც ერთი თვით გაგრძელდება. აი ეს ალილო ხო, ეს 23 დიახ, ალილოდან, ალილო 23 დეკემბრიდან იწყება, უკვე ჩაეწერა სხვათა შორის ჯგუფი და აი მაგალითად დროებითი ძალიან წარმატებული პროექტი გაკეთდა მუსიკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავაკეთეთ ესეთი პროექტი. ეს კონკრეტულ თარიღებს ემთხვევა ძირითადად ეს დროებითი. აი იუნესკოს მიერ ეს გამოცხადებული და ჩვენც ყოველთვის ვცდილობთ რომ მუზეუმი აქტიურად იყოს ჩართული საერთაშორისო აი ამ დღესასწაულებში და ეს 4 მუდმივი პროგრამა რომელია რო ვუთხრათ? ეს 4 მუდმივი პროგრამა არის როგორც ვახსენე სამკაულის ხელოვნება, შემდგომ საუფლო დღესასწაულები, როგორც იცით საგანძურში წარმოდგენილია ძირითადად ხატები, ჯვრები და აი აქედან გამომდინარე აი ეს იკონოგრაფია ბავშვები ისე ადვილად ითვისებენ და ისე თავისუფლად ხვდებიან უკვე აი ამ პროგრამის მერე თუ რა და რა არის გამოსახული, იმიტომ რომ მარტივი ენით მიეწოდებათ, ხვდებიან შემდგომ ხვდებათ მათ აქტივობები ისეთი რომელიც ამყარებს მათ აი ამ ცოდნას ჩართულებიც არიან გარდა იმისა რომ შემეცნება აქტივობებია საინტერესოა და რით განსხვავდება ეს უბრალოდ მუზეუმში ვიზიტისგან როცა მიდიხარ და ათვალიერებ აი მაგალითად დავუშვათ აი სამკაულზე რო გაკეთდა ეს პროგრამა პირველ რიგში ათვალიერებენ ახლა ეროვნულ ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი ანტიკური ხანის პერიოდიდან მოყოლებული შუა საუკუნეები გრძელდებოდა გვიანი შუა საუკუნეების პერიოდი სამკაულია გამოფენილი იქიდან რომ გამოდიან ესე იგი ჩვენ ვცდილობთ რომ დაიმახსოვრონ ის რაც ნახეს შემდგომ ერთ-ერთი მთავარი არის რომ შეადარონ ასე რომ ჩვენ ვახვედრებთ ვიზუალურ მასალას წინასწარ მომზადებულს რასაკურველია და უკვე აი პროექტორის საშუალებით ეკრანზე მაგალითად ქვის ხანიდან დაწყებული დოლჩე გაბანათი დამთავრებული აი ყველანაირ სამკაულს ვაჩვენებთ ხო ნუ ეხლა ბევრი არ უნდა იყოს რომ ეს არ გადაიტვირთოს მაგრამ აი პერიოდების მიხედვით ხო აი ძალიან მოსწონთ მაგალითად ეგვიპტურს ხვდებიან უკვე რომ აი ეს ეგვიპტურია კი აი ანტიკურზე რო იყოს საუბარი უკვე აი ძველ ბერძნულს და რომაულს ამსგავსებენ და ასე შემდეგ და შემდგომ ხვდებათ დაუშვათ ფურცლები ამ ფურცლებზე არის აი დაუშვათ სამი ამოცანა. ერთი არის რომ უნდა გადახატონ, აი ეს ანტიკურის ისენი გვაქვს გრაფიკულად შესრულებული. მეორე არის ეკატერინა ჭავჭავაძის სამკაული უნდა გააფერადონ და მესამე არის აი ძალიან საინტერესო და ვაგროვებთ ამას შემდგომ თვითონ უნდა შექმნან დიზაინი. ანუ მოიფიქრონ რაიმე თანამედროვე ყველაფერში მონაწილეობა. ხო ბავშვებისთვის ბუნებრივია ეს პროცესი საინტერესოა. და ერთ-ერთი ძალიან ესეთი აქტიური ხდებიან ამ პერიოდში ბავშვები, როდესაც ფოტოსესიები იმართება გვაქვს სპეციალურად მომზადებული სამკაულები, იკეთებენ ამ სამკაულს და ნუ აი ძალიან ხალისობენ და რა ვიცი, ძალიან კვაყოფილები მიდიან. ძალიან კარგი. ხაბატონო დაჯან, თქვენ სამომავლო პროექტებზე რო გითხათ, იქნებ და როგორ შეიძლება რომ მოგაგნოთ, როგორ მოგმართოთ, ვინც დაინტერესებულია და გვიყურებს ახლა. დიახ, ესე იგი, სამომავლო პროექტები ჩვენთან მუდმივად ხდება განახლება პროექტების, ასევე მიმდინარეობს წარმატებული პროექტები, რომელიც უკვე დანერგილია. ყველა მუზეუმში მოქმედი თანამშრომლები და მეცნიერები არიან მუდმივად ჩაბმულები ამ საქმიანობაში და ამზადებენ ახალ თემებს და ახალ პროგრამებს. როგორც უკვე ქალბატონმა დალიმ აღნიშნა, ხშირად ეს ახალი პროგრამები უკავშირდება დროებით გამოფენებს, იმიტომ რომ არ გვინდა რომ დაუშვათ ყურადღების გარეშე დარჩეს რომელიმე გამოფენა, რომელიმე მოვლენა და ამიტომ დროებით გამოფენებთან დაკავშირებითაც ეწყობა ხომ ის დროებითი პროგრამები, რომელიც ასევე ძალიან წარმატებულია. გარდა ამისა, მუდმივ ექსპოზიციაში მართლა უნიკალური რესურსები გააჩნია ეროვნულ მუზეუმს და აი უშრეტი წყარო არის იქ მართლა ის სხვადასხვა პროგრამების მომზადებისთვის და ამდენად ხდება ეს ფოკუსირება ხან ერთ თემაზე ხან მეორეზე ერთ-ერთი კიდე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ჯერ კიდე განვითარების პროცესშია არის რომ დავუკავშიროთ ჩვენი მუზეუმების კოლექციები სასწავლო გეგმას. ეს ყველა ქვეყანაში ესე ხდება, აი ძალიან მჭიდროდ უნდა უკავშირდებოდეს სამუზეუმო კოლექცია და სამუზეუმო სწავლება სკოლის გეგმას, იმიტომ რომ ამყარებდეს და ავსებდეს და ეს სკოლის მასწავლებელს უნდა
დახმარებოდეს იმაში, რომ ის რასაც სწავლობ იმას ხედავ. აი იმისთვის იყოს ეს ფაქტობრივად თვალსაჩინოება უფრო საინტერესოს და გასაგებს ხდიდეს ბავშვისათვის იმას, რასაც ხედავს სწავლობს სკოლაში და საკლასო ოთახში. ოღონდ სრულიად სხვადასხვა მეთოდებით, ინტერაქტიურად გასართობი მეთოდებით, ასაკის გათვალისწინებით და ესე შემდეგ და ეს არ ეხება მხოლოდ ხელოვნებას, ისტორიას ან ეთნოგრაფიას, მოგეხსენებათ ჩვენ გვაქვს ასევე ბუნების მუზეუმი და მოკლედ საბუნებისმეტყველო საგნებიდან დაწყებული რა ვიცი ფაქტიურად აი არ არსებობს მოვლენა ან საგანი, ვთქვათ, რაზეც არ შეიძლებაოდეს ყურადღების გამახვილება და ბავშვის გაზრდა ესე ვთქვათ, დაინტერესება ამ ხრივ, ხო? ეხლა ინფორმაციის გავრცელებას რაც შეეხება ჯერ ეს ერთი დღესდღე ინტერნეტის ეპოქაა მოგეხსენებათ და მუზეუმს გააჩნია ვებგვერდიც, გააჩნია Facebook-იც, რა ვიცი, ყველას მოვუწოდებ დაინტერესებლებს, რომ დაუმეგობრდნენ მუზეუმს და Facebook-ის საშუალებით მუდმივად შეიტყობენ ყველა სიახლის შესახებ. ინდივიდუალურად შეუძლიათ, რომ ვთქვათ, მოსწავლეებს ამ პროექტებში ჩაერთონ, თუ სკოლა მოგმართავთ უკვე იმ კონკრეტული ჯგუფით, რომელიც პროგრამაში მონაწილეობს. ძირითადად აი ეს პროგრამები არის გათვლილი ჯგუფებზე, ამიტომ უნდა იყოს ან საკლასო, ან კლასი მოსული, ან ჯგუფი, ან შესაძლებელია დაუშვათ შეიკრიბოს, ხო? თქვა სხვადასხვა კლასის ან ისედაც და რამოდენიმე მეგობარი და თავის შვილები მოიყვანონ, ან თქვა ზოგ შეიძლება ბევრი შვილები ყავდეს და მოიყვანოს, ხო? ფაქტობრივად 5-6 ბავშვი თუ არის, ძირითადად უკვე ხდება ხოლმე მათთვისაც ჩატარება. ანუ ინდივიდუალურად ჩვენ მაყურებლებს შეუძლიათ ეს ჯგუფი შეკრიბონ და განსაკუთრებით აი ხა მინდა გავამახვილო ყურადღება იმ საშობაო და საახალწლო პროგრამებზე, რომელიც ახლა სამ მუზეუმში განხორციელდება. ქალბატონი დალი გვიანბობს უფრო დეტალურად დაუშვათ ხელოვნების მუზეუმში როგორი გეგმება ალილოს შესახებ. გარდა ამისა, აი ჯანაშია სახელობის მუზეუმში ასევე იქნება პროგრამა, რომელსაც ქვია როგორი იყო ახალი წელიწად საქართველოში, ძალიან საინტერესო პროგრამა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ძირითადად ქართულ ტრადიციებზე, დაუშვათ როგორი იყო სამზადისი ახალი წლისთვის, თქვა ჩიჩილაკი როგორ მზადდებოდა, სხვადასხვა კუთხის ტრადიციებზე, როგორ მზადდებოდა სხვადასხვა კუთხის ტრადიციებზე, ხო, გარდა ამისა, ეროვნულ გალერეაში იქნება ასევე საშობაო პროგრამა, რომელიც უფრო ევროპულ ტრადიციებზე გაამახვილებს ყურადღებას, საუბარი იქნება თქვა აი ნაზვის ხის ტრადიცია საიდან წარმოვიდა და ესე შემდეგ, ანუ საკმაოდ მრავალფეროვანი სხვადასხვა აქცენტებით სხვადასხვა მუზეუმში გვექნება პროგრამები. ის იქნება ინდივიდუალური ჩაწერით, ამის თქმა მინდა მითითებული იქნება ჩვენი ტელეფონები, სადაც შეუძლიათ ჩაეწერონ, დარეგისტრირონ და მობრძანდნენ. გარკვეულ საათში. ძალიან მოკლედ თქვა მაშინ ალილოზე, იმიტომ რომ გადავაცილეთ უკეთრეს და ესე იგი ალილო 23 დეკემბრიდან დაიწყება და იანვრის ჩათვლით იქნება. რასაკვირველია მე აღვნიშნე კიდევაც, რომ საგანძურის ექსპოზიციიდან გამომდინარე ხდება. უამრავი ხატი არის, სადაც შობის დღესასწაულის სცენა არის წარმოდგენილი. ამის დათვალიერების შემდეგ ისე ვიზუალური მასალა ექნებათ, რასაკვირველია. შემდგომ ვუკავშირებთ აი წემსებსა და მოგვებთან იქნება დაკავშირებული, ასევე კოსტიუმირებული ფოტოსესიები ჩატარდება და სხვადასხვა აქტივობები. ბავშვებისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ პროექტებისთვის და პროგრამებისთვის და იმისთვის, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები